გამარჯობათ მეგობრებო, მე გახლავთ პატარა დიდი და მე და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. თქვენ მანამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და დღეს ვიღებთ ვიდეოს მესამე სერია სახლის აშენებას. დღეს უნდა ავაშენოთ სახლი მეგობრებო წყალქვეშ. სახლი აშენებს წყალქვეშ, დიახ, ცოტა სულელური აზრია შეიძლება ითქვათ. ცოტა სულელურად ხეს ეს აზრი, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო, აზრს ახერხება ყველაფერი. ხან რა მომაფიქრება, ხან ფიქრდება. და ჩვენ თუ გინდათ რომ შემდეგ სერიაში სურვაივერში ავაშენო, მაშინ სადღაც 100 გამოუწერამდე თუ ავალთ, ცოტა გვაკლია 100 გამოუწერამდე. ხო და მაგ შემთხვევაში გადავიღებთ შემდეგ სერიას სურვაივერში წყალქვეშ აშენებას. ახლა ვიპოვით აქ დიდ ოკეანეს, სადღაც დიდ უდიდეს ოკეანეს მეგობრებო და იქ წყალქვეშ ავაშენებთ სახლს. შუშებისგან რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი სახლი იქნება, დამიჯერეთ, მენდეთ, მოგეწონება. არ ვიცი რამდენად მენდოთ, მაგრამ მენდეთ, მაინც მენდეთ. დობა არის მეგობრებო. დობას ყველაფერი კარგი მოხდება. კარგი ჩაიჭურთება, ხა თქვენ გამოიწერეთ აუცილებლად სახი, 100 გამოუწერამდე იქნებ ცოტა გვაკლია. და აუცილებლად გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და ხო, აი ასეთი ჯუნგლებში მოხვდი. ხო. ეხა კარგი ადგილი, ეხა ლადაც არ არის ეხა, მაგრამ არა, პრინციპში კარგი ადგილია, აი ოკეანეთ ხორძილობით პირდაპირ. კარგი, მაგრამ აქ ახლა ცოტა რთული იქნება შენება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, უნდა ვცადოთ. აი, სოფელის პირდაპირ ხვიწი დახვდა, ყველაფერი ხვიწი დახვდა. მოდი სოფელს შევამოწმოთ მაინც. შევამოწმოთ, მაგვარ ჩვენი რომ იცით. აქ არაფერი არ არის. პირდაპირ გავტეხოთ, არ დამინადება მე. აქაც პურებია, როგორც ყოველთვის. ამათ უყურებთ ძალიან პური მეგობრებო. პურის გარეს სიცხე არ შეუძლიათ. ეხა აქაც დიდი არაფერი არ არის, წავედით პირდაპირ. ხო, კარგით. არ მეგონა თუ ასეთი ბედი მექნებოდა და პირდაპირ სოფელი დახვდებოდა წინ. მაგრამ რა ვიზამ ასეთია ბედი. ეხლა ავიღოთ შუშა, შემდეგში გავაკეთებ ყველაფერს. თუ ეს ვიდეო 100 გამოწერები, აუცილებლად გავაკეთებ სურვაივერში წყალქვეშა სახლს, რომელიც ძალიან რთული იქნება მერწმუნეთ. თქვენც თუ გინდათ სადეთ არა პრობლემა. მე არ გიშლით მეგობრებო, მე არ გიშლით. სადეთ თუ გინდათ, სადეთ როგორ იქნება. და თუ იქნება რთული, ისიც დაწერეთ კომენტარებში. აუცილებლად დაწერეთ. არ მოიწონთ. და თქვათ მართალია კი არა და მარტივია. კარგით, ვაშენებთ სახლს. შიგნიდანაც აუცილებლად მოვაწყობთ. აუცილებლად არ დავტოვებთ მოწყობილს შიგნიდან. ეს ასე ვქნათ. რა თქმა უნდა, წყალქვეშ დავის გაშენება ნავის კი არა და დამებრაინე რა. წყალქვეშ სახლის აშენება მართალია ცუდი იქნება, ანუ რთული იქნება სურვაივერში, იმიტომ რომ ჯერ წყალქვეშ იმდენი დრო არ გექნება, რომ არ დაგერხეს და არ მოკვდეთ, არ დაეხჯო, იმიტომ რომ ფაქტიურად 5 წამში ადამიანი კვდება, 5 წამი იძლევს მარტო წყალში და 5 წამში იბრიდება ეგრევე. ანუ მაგარი დებილობა იქნება რა. რომ მაგარი საწოლებელი იქნება, რომ ახლა იმაში აშენო სახლი სურვაივერში, როგორც წყალქვეშ. წყალქვეშ კი არა, ხმელეთზე აშენება არის რთული მეგობრებო და წყალქვეშ რა იქნება, წარმოგიდგენიათ. კარგით. ეხლა გადავხურავს სახურავს და უბრალოდ შემდეგ გაჩვენებთ სახლი როგორ იქნება. შიგნიდანაც მოვაწყობთ ამ სერიაში როგორ იქნება შიგნით დავდგავს, ღერეულოს, რა ვიცი, ყველაფერს დავდგავთ. აბსოლუტურად ყველაფერს. კარგით, ასე ავაშენოთ. მე მგონი კარგად მივდივართ, მოარც ისე კარგად.
კარგი. ესე ვიყავით. თქვენ მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარში რა გეზისხებათ, როდესაც სახს არასწორად აშენებთ და რაღაცა ბლოკების შემთხვევით გეკნევთ. აი მაგალითად მე როგორც მომივიდა აგერ. თუ როდესაც ჩვეულებრივად აშენებთ. ახლა ეგ არავის არ იცის ჩვეულებრივად აშენებთ სახს. კარგი რაღაც სულელებს ვაყობ და მგონი ჯობია სახლის აშენებას მივხედო. ავაშენოთ, კარგი. ეხლა აქედან მოვხაზოთ წერილად, აი ასე მოვხაზოთ, ასე. მე მგონი კარგად მიდივართ. და შემდეგ სერიაში თუ გამომწერამდე არავა ეს ვიდეო არ არის პრობლემა, მეგობრებო, მე ვაიგზავნებ სერიას. ოღონდ ეს სერია იქნება სურვაივერში TNT-სგან აშენებული სახლი. დიახ, რამდენიმე სტატიებს ავიღებ და სურვაივერში ავაშენებ TNT-სგან სახლს და შემდეგ წავუკიდებ ცეცხლს. და რაც მოხდება, მაგას ნახავთ. კარგი რომ არ მოხდება არაფერი, ეგ იცით, ხო? ხო იცით? კი. ვიცი რომ იცით. ვიცით? არის. ეხა უცებ შემოვხაზოთ ეს უცებ. სადაც ჯანდაბაში დავიდეთ იმხრივით. არაუშავს, ასე მიდივართ. და ეს წყალი ჩამოგდება, ამას მე ამოვახსნებ რამე ბლოკებით. და მე გავტეხავ და ასე წყალი გატყდება, მეგობრებო. კარგი, მე მგონი კარგად მიდივარ, რა თქმა უნდა. კარგი. ეს შემოხაზოთ ახლა. ეს შავი წყალი, მეგობრებო, ახალია რამე? მე მგონი კი. მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, ქრავს მოროთხი შავი წყალი დაემატა. მაგარი ამბავი. მაგარი. ძალიან მაგარი ამბავი, აი მაგარი. უმაგრეს. ყველაზე მეტად ალბათ ბევრს გაგიკვირდებოდათ Minecraft-ში ატომ აღარაფერი და ამაზე სანამ ამ სახლს ავაშენებ, ალბათ ერთი კვირა მომიდება ამ სახლის აშენებას, გეტყვით და მოგიყვებით რატომ არის Minecraft-ი ეხლა რა მინუსები დაემატა. Minecraft-ი ჩვეულებრივი Minecraft-ი არა, ქრავს მოროთხი არა. ნამდვილი Minecraft-ი ჩვეულებრივი Minecraft-ი. აი უჩვეულებრივი Minecraft-ი. რომელიც ძალიან კარგი იყო. ადრე იყო ძალიან კარგი, თორე ეხლა ვაფშე აღარ არის კარგი. გეტყვით რატომ არის ცუდი და რატომ აღარ არის დიდად მოთხოვნადი და მოკლედ რა გადმოსაწერი პროდუქტი კი არა და აჯანყებაც არის მაპი, რა ვიცი მე თამაში. გეტყვით იმას რომ პირველ რიგში ყველაზე ცუდით დავიწყებ. Minecraft-ში, ჩვეულებრივ Minecraft-ში აღარ შეგიძლიათ თქვენ აშენოთ რა უიტენოთ და ითამაშოთ, რაც ყველაზე ცუდი და ნებების მომთხრელია. დამეთახვებით ალბათ. ხო და იმიტომ რომ ნევრების მომთხრელი არის, ჯერ მარტო 90% მაგნიზიას არ თამაშობს Minecraft-ს. და კიდევ ბევრი პრობლემა არის, კიდევ ამის შემოსვლას მინიმუმ ერთი კვირა მომუნდები. ამიტომ ჯობია ეხლა არ მოგაცილოთ და პირდაპირ მოკლედ Minecraft-ი მაინც ძალიან ცუდი გახდა, ადრე ყველაფერი კარგად იყო. მეც ბევრჯერ მითამაშია Minecraft-ში, ადრე ძალიან ბევრჯერ მითამაშია, თან არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ეხლა ესეთი დებილობა გახდა, მაგის შენებას კი აღარ მინდა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არის. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ მოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცი რატომ დეველოპერმა მოახდინა ასეთი რაღაცები, რატომ გადაწყვიტა ასე რომ Minecraft ასე აღარ ითამაშებ, მაგრამ რაც არის, ჩვენ ვერაფერ ვერ გავაკეთეთ, მეგობრებო, რაც არის. ეხლა მეებს ამოვახსნებ უცბად. ამოვახსნებ. ასე ამოვახსნებ. წყალსაგულებულში ვერ ვიცხოვრობთ ვერანაირად. ისე წყალსაგულებულში რომ ლოგინის დადგმა შეიძლებაოდეს და რაღაცები დადგმა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება. და მე ამ შესაძლებლობას ვერ
ეხა უცებ ვქნათ ყველაფერი. უცებ ვქნათ, ესენი უცებ ამოვასოთ, რომ ბევრი დრო არ დაგჭირდეს. უცებ კი ვამბობ მეგობრებო, მაგრამ მაინც ნელა გამოდის ავსება, იმიტომ რომ ასეთი ნიჭი მაქვს მე, რომ ყველაფერს ნელა ვაკეთებ. ასე, აჰა. და როგორც ამ ბლოკებს ციანს ვამოვსოთ, ესით შემდეგ წყალი უნდა გაუკვდეს, გაქრეს. გაუჩინოთ თუ რაც გინდათ ის დაუძახეთ. მოკლედ წყალი გაქრება, უყალოდ გაქრება, საითქავს. კარგით, მაგრამ მე რო აქ ვერწდების, უნდა გამოვიხსახო. მეხრახოვი გამოვიხსახო. კარგით. მეგონი სახურავი ჯერ ადრე იყო, ხო? კი, ადრე იყო. ეხლა გაქრება წყალი რო გავდებ, ხო არა, გაქრება და ყველა გავდებ, რა თქმა უნდა. კარგით. და მეგობრებო, თქვენ კარგად აფიქრდით, სანამ დათანხმდებით იმაზე, რომ ავასრულოთ წყალი სურვალში წყალზე სახლი. ისე ოდესმე თუ აგიშინებიან წყალქვეშა სახლი და როგორ ეწმინისტრეთ წყალეტვა იყო, რომ ასეთი სახლი აგიშინებინა წყალში. მე მგონი ძალიან მოგეშლებოდა და ნერვები. როგორც მებეშლება ახლა ნერვები. იმიტომ რომ ძალიან რთული არის. რეალურ ცხოვრებაში ვერ ააშენებ წყალქვეშ სახლს. არა, რეალურ ცხოვრებაში პრინციპში ააშენებთ. იცი რატომ? იმიტომ რომ რაღაც სატყლაპუნო ფეხები ხო არის გამოგონებული. სატყლაპუნო ფეხები კაცო, ხო, რაც გვია მოხდეს. რაც საცურაო, წყალქვეშო ზანგბადის ბალონები რომ და ეხლა დიმეცნიერი მე არ ვარ ეხლა და ვერ გეტყვი ზუსტად რა ჯანდაბა არის, მაგრამ წყალქვეშ რო ისუთქო და რო არ დაიხვჭე და რო არ მოკვდე, ეგეთი რაღაცები ხო არის გამოგონებული დღეს 21 საუკუნეა. და ამიტომ ესაა. და ამიტომ შესაძლებელია ასე რომ ვთქვა წყალქვეშ აშენება, მაგრამ დღეისათვის საქართველოში არ აგონია ვინმე წყალქვეშ გონდეს აშენებული სახლი. ნუ რეალურ ცხოვრებაში ამბობთ, რომ მაინკრაფტში შეიძლება ქონდეს ვინმეს აშენებული. და დღეს ყველაზე მოთხოვნადი თამაში აღარ არის Minecraft და არის Craftsman 4, რომელსაც მეგიც შეიძლება გადმოეწერო და იქ თამაშები. თუ გინდათ რომ ნერვები არ მოგეშალოთ. ამიტომ ულტიმატო თამაშზე გირჩევთ რომ თამაშოთ Craftsman 4. თამაშობა ჩამოგვაღამდა, როგორც გითხარით, იმიტომ რომ მე ეგრევე ვაშენებ სახლს. ზედ რომინა ეს რატოა გახეული? სისულელე გავაკეთე. მეგობრებო, სკოლა დაიწყო, ვიზიარებ, მართლა ძალიან ცუდია სკოლა დაიწყო. უფროსურად არის უკვე და სწორა დაიწყო, ესეც წვიმაც დაიწყო სკოლაზე როგორც გახ. აი ხო თქვი მეგობრებო, აი ხო თქვი. ეხა მეებს გავტეხო უცა. всё, წყალიც დაშა. აი მარტივესია, აი twin თუ თავში ამას უნდა მიხვდე. თორემ აქ ამას ვერ მიხვდები, მაგრამ ეს რატო ჩაგროვდა მაინც. აი დავალოდეთ წერტი და მოთხარ ჯერ და მე დავაჩენს მე. აი აქ მოგავით. ხო, მოგავით რიგზია. კარგით. მეგობრებო, მგონი ამის ამოთხრას და დათხრას და შეთხრას ბევრი რამე უნდება ძალიან. ეს საზღარი არსებებით მომადგნენ. ეს დებილება არსებები, რომელიც თქვენ კარგი. მოდი დღეისათვის ეს სულ ეს იყოს, დავასრულოთ ამ ყველაფრით. კარგად მეგობრებო, ეს სახლს ნახდათ არ გავს. ეს უფრო გამოქვაბულს გავს, ან რაღაც გამოქვაბულზე უარეს, მაგრამ შემდეგ ვიდეოში იხილავთ ამაზე უფრო კარგს, 100-ჯერ კარგ, მილიარდჯერ. ან უფრო ბევრჯერ. შევავთვალოთ. კარგით. და კარგად თქვენ იყო პატარა დიდი და მე და თქვენ უყურებდით ჩემს ასე ვთქვათ არხს. შემდეგ ვიდეო იქნება ცოტა ოდენ ლაიქზე.
ამიტომ კარგად.